წუხანდელი პროტესტი შედგა, ან დაუმორჩილებლობის პირველი ღამე, როგორც თქვენ უკვე შეაჯამებთ, იყო წარმატებული. რა გზავნილი მიიღო ქართული ოცნების ხელისუფლებამ გუშინდელი პროტესტისგან და რა იქნება გეგმა? ვიცი რომ საღამოს აპირებთ ფროცლად გეგმაზე ლაპარაკს. მადლობა, ეხა რა გზავნილი მიიღო, ვერ გეტყვით, რა გზავნილი გაიგზავნა, ამაზე შემიძლია ვისაუბრო. იყო თქვენი მხრიდან. რა უთხრა? მადლობა. ძლიერი წინააღმდეგობის აქტი იყო. წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა გაძლიერდეს. ეს არის ამოცანა არ უმალოდ, ეს არის მიზანი. ეს არის ის რისთვისაც ვიბრძვით და საბოლოო ჯამში ეს უნდა გადაითარგმნოს ახალ არჩევნებში ამ ქვეყანაში. გუშინდელი ბევრს არაორდინალური გადაწყვეტილება მივიღეთ, ხო, ოპოზიციამ და წინააღმდეგობრივი კერა გავაჩინეთ იქ, სადაც ალბათ არ გაჩენილა არასოდეს, ხო, შეიძლება ბევრს გაუკვირდა, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ჯამში ერთადერთი წინააღმდეგობის კერა თბილისის მასშტაბით, მხოლოდ და მხოლოდ უნდა გაძლიერდეს მასშტაბშიც და გეოგრაფიულადაც. მიმაჩნია რომ ამ პროცესში ბევრი განსხვავებული ადამიანი უკვე ჩართულია. ერთმანეთისგან განსხვავებულები, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები შევთანხმდით მომავალზე, ისეთ მომავალზე, სადაც მოქალაქე გადაწყვეტს როგორ სახელმწიფოში უნდა ცხოვრება. და ამ პროცესში წვლილი შეუძლია შეიტანოს ყველას. ვიღაცას შეუძლია ღამის გათენება, მაგრამ ვიღაცას შეუძლია დილით მოსვლა და დღისით დადგომა და საღამოს დადგომა. მთავარია ვიდგეთ, ვტკიცეთ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო გავძლიერდით გუშინ და ის ბრაზი გადავზარდეთ, მე ვფიქრობ, მაღალ мотиваციაში. ეხლა ძალიან დიდი ბრაზია საზოგადოებაში, თუმცა ეს ბრაზი უნდა ვაკონტროლოთ. ბრაზმა არ უნდა გაგვაკონტროლოს და მიზანი უნდა იყოს უცვლელი. და ამას ჭირდება ხალხმრავალი, კიდევ უფრო ხალხმრავალი საპროტესტო შეკრებები უახლოეს დღეებში. და მე ვფიქრობ გამოგვივა, იმიტომ რომ როგორც არასოდეს ვართ მართლები, როგორც არასოდეს ვართ მორალურად უპირატეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ იმ მათემატიკურად გაყალბებული არჩევნების შედეგების გამოსწორებისთვის. არა, ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ გაყალბდა ამ ქვეყნის მომავალი, წარსულის და აწყობს მათ შორის. სადაც უბრალოდ სუვერენული სახელმწიფო აღარ იარსებებს და უნდა ღრმად ფესვებში გაიდგას ავტორიტარიზმი. წილი ყარა ივანიშვილმა. და მან გვითხრა მკაფიოდ, ის კაცი არის ძალიან ალალი, შეიძლება ითქვას, ის ამბობს, რომ მან უნდა შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი და დემოკრატიულ წყობილება მას არ აწყობს. მან თქვა, რომ არჩევითობა არჩევნებიდან არჩევნებამდე არ იქნება, ანუ ამირჩიეს 2012-მდე სანამ იქნება ცოცხალი უნდა ვიყო. არ გამოუვა. და იმისათვის რომ ნამდვილად არ გამოუვიდეს, ამისათვის საჭიროა ქუჩის როგორც ჩემისაზე, ჩვენისაც ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტის მაქსიმალურად გამოყენება. ამიტომ ის რაც გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო, არ დასრულდება დღეს და გაგრძელდება სხვადასხვა შინაარსის მასშტაბის, როგორც უკვე ვთქვი, ფორმის აქციებით, შეკრებებით.